შენ გონია უბრალოდ blockbuster ფილმს უყურებ გასართობად. ასე არ არის. არსებობს 60,000 გვერდიანი დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ შენი საყვარელი ფილმები ხელოვნება არ არის. ისინი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ფსიქოლოგიური ოპერაციებია. ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი სტუდიის ხელმძღვანელი, არც Disney-ში მუშაობს და არც Netflix-ში. ის მუშაობს Pentagon-ში. ჰოლივუდმა მოკიდა ტყუილი და დამალაიგი ტიტრებში. ნომერი 12. ჰუმანური გამომკითხველი. გაიცანით მშობლები. შეიძლება გონიათ, რომ CIA-ს ჰოლივუდთან ერთადერთი კავშირი ჯაშუშურ ფილმებშია, როგორიცაა შეუსრულებელი მისია და Jason Bourne-ის ფრენჩაიზები. ის ფრენჩაიზები, მაგრამ ცდებით. თუნდაც 2000-იანი წლების რომანტიკულ კომედიას, როგორიცაა Ben Stiller-ისა და Robert De Niro-s ფილმი გაიცანით მშობლები, CIA-ს კვალი აქვს დატოვებული. და მათთვის, ვისაც ეს ფილმი არ უნახავს, Stiller-ის პერსონაჟი პირველად ხვდება თავისი დიდი ხნის შეყვარებულის მშობლებს და აღმოაჩენს, რომ მისი მამა, ანუ მისი მომავალი სიმამრი, ყოფილი CIA-ის აგენტია. ჰოლივუდში ავთენტურობა ფასეულობაა. რაც უფრო რეალურად გამოიყურება ფილმი, მით უფრო დაიჯერებს მაყურებელი ისტორიას. და რაც უფრო დამაჯერებელია ისტორია, მით უფრო მომგებიანი ხდება ფილმი. სწორედ აქ ჩნდება Chase Brandon-ი. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როცა საქმე ეხება CIA-სა და ჰოლივუდს შორის ბნელ კავშირებს. ის ისეთი უცნაური და საინტერესო ადამიანია, რომ შეიძლება წარმოიდგინო კიდეც მის შესახებ ფილმს გადაიღებდნენ. 35 წლის განმავლობაში CIA-ის ვეტერანი, რომელიც მუშაობდა ფარული სამსახურის წამყვან ოპერატივად. მან თავის როლზე თქვა: ეს არც კარიერაა, არც სამსახური, ეს ცხოვრების სტილია. ის ასევე ის ადამიანია, რომელმაც განაცხადა, რომ 1947 წლის როზუელის ავარიის საიდუმლო დოკუმენტებში უცხო პლანეტელების არსებობის დამაჯერებელი მტკიცებულება ნახა. შემდეგ მან დაწერა შეთქმულების თრილერი The Crypto's Conundrum და მას ჰოლივუდთანაც აქვს მოლოდნელი კავშირი. ის მსახიობის ლეგენდისა და შავებში ჩაცმული ადამიანების ვარსკვლავის Tommy Lee Jones-ის ბიძაშვილია. მაგრამ ეს კავშირი უბრალო ფაქტზე მეტია. როგორც CIA-ის უფროსი თანამშრომელი, ის გახდა სააგენტოს პრეს-სპიკერი და CIA-ის ოფიციალური დამაბშირე დამაკავშირებელი პირი გასართობ ინდუსტრიასთან. ამგვარად, მას ჰქონდა საინტერესო ორმხრივი როლი. ფილმების შემქმნელებისთვის CIA-ის შიდა მუშაობის შესახებ შეზღუდული ინფორმაციის მიწოდება. თავის მხრივ, ის ზრუნავს იმაზე, რომ ჰოლივუდის მიერ ხშირად საკამათო სადაზვერო სააგენტოს გამოსახულება უფრო რბილი და მისაღები იყოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც მიმდინარეობდა სცენარის წერა და შემდეგ გადაღებები ფილმისთვის Meet the Parents, Chase Brandon-ი იყო ყველაზე შესაფერისი საკონტაქტო პირი, რათა Robert De Niro-s CIA-ის მამამთილის პერსონაჟი ერთდროულად სასაცილო და რეალისტური გამოსულიყო. Chase-ის სიხარულით პასუხობდა ყველა კითხვას, რაც პერსონაჟის და მისი წარსულის განვითარებას ეხებოდა, სანამ არ დაისვა ერთი კითხვა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. როგორ იქნებოდა CIA-ის წამების სახელმძღვანელო? გეგმა იყო, რომ Stiller De Niro-s მაგიდაში ეპოვა ასეთი სახელმძღვანელო, როგორც მთავარი მინიშნება მისი წარსული ცხოვრების შესახებ. მაგრამ Chase Brandon-მა ეს იდეა ჩაშალა. მან მტკიცედ ურჩია, რომ ფილმში ამის ნაცვლად ეჩვენებინათ De Niro-s პერსონაჟის ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან გადაღებული მთელი ცხება ფოტოები, რათა გამოევლინა მისი წარსული კავშირი CIA-სთან. ჩვეულებრივ, როდესაც ასეთი ცვლილება ხდება, ეს ფილმის უფრო ზუსტი გადმოცემის სურვილით ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ იყო. CIA-მ ნამდვილად შექმნა სახელმძღვანელოები, რომლებიც ასწავლის გატაცებასა და წამებას. მაგალითად, ის სახელმძღვანელოები, რომლებიც ჰონდურასელ მებრძოლებს დაურიგდათ კონტრას ომის ფარგლებში. ეს დადასტურდა ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფარგლებში 1997 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტებით. 7. ეს უბრალოდ კეთილგანწყობილი CIA-ის თანამშრომლის მცდელობა არ იყო. ფილმი ფაქტებს არ ასცდენოდა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მანიპულირებს CIA გასართობი ინდუსტრიის სცენარებს, რათა გაათეთროს მათი ყველაზე მსგავსი ელემენტები. თუ ისინი მზად არიან ამისთვის მხოლოდ ერთი ვიზუალური ხუმრობის გამო 2000-იანი წლების რომანტიკულ კომედიაში, რამდენად შორწავლენ ფილმებისთვის, სადაც ისინი და მათი ინტერესები ბევრად უფრო ძლიერად არის წარმოდგენილი. ნომერი 11. CIA-ის საკუთარი James Bond-ი, Ryan Versi. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ საშინელი პერიოდი იყო CIA-ისთვის. მათი წინამორბედი ორგანიზაცია OSS მეორე მსოფლიო ომში გაწეული მუშაობისთვის გმირებად აღიარეს. მაგრამ იმ დროისთვის, როცა Chase Brandon-ი ცდილობდა ფილმებში CIA-ის რეპუტაციის გაუმჯობესებას, ისინი სკანდალებში იყვნენ ჩაფლულნი. არაპოპულარული რეჟიმების შეცვლიდან გლობალურ სამხრეთში, ამერიკაში ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობის ჭორებსა და ბრალდებებამდე. ისინი ამერიკის კედელზე ჩამოწოლილი ბნელი ჩრდილი იყვნენ. აბა საჯობია ჰოლივუდზე, რომ ეს რეპუტაცია ისევ ამერიკულ გმირობად გადააქციო. აი რატო დავიწყეთ 1990-იან წლებში ისეთი შოკის მონგრელი რაოდენობის ფილმების ნახვა, რომლებიც უშუალოდ CIA-ის მონაწილეობით იყო შექმნილი. პატრიოტის თამაშები. 1992 წლის ამერიკული თრილერი, სადაც Harrison Ford-ი თამაშობს გმირ ყოფილ CIA-ის აგენტ Jack Ryan-ს. Tom Clancy-ის რომანის მიხედვით არის გადაღებული. ფილმში სააგენტოს გამოსახულება ძლიერ რომანტიზებული იყო. ეს თითქმის კინემატოგრაფიული სასიყვარულო წერილი იყო CIA-სადმი. Tom Clancy კარგი მეგობარი და პირდაპირ მიმოწერის მქონე იყო CIA-სთან. ამიტომ Jack Ryan-ი წარმოადგენდა იმას, რაზეც სააგენტო დიდი ხანია ოცნებობდა. სააგენტოს პასუხი James Bond-ზე.
გაყიდვადი სიმბოლო, რომელიც საზოგადოებრივ განწყობას გააუმჯობესებდა და რეკრუტირებას შეუწყობდა ხელს. Chase Brandon სხვათა შორის James Bond-ის ძულდა და ამბობდა მასზე: შენ არ აკეთებ შენ საქმეს. თავარი ისაა, რომ თვალში არ მოხდე და მაინც CIA მთელი ძალა ჩადო პატრიოტთა თამაშებში. მათ კლევისთვის ლენგლის შტაბ ბინაში მრავალჯერადი ვიზიტების ნებართვა მისცეს და გადამღებ ჯგუფს არა მხოლოდ ნებადართეს, არამედ აქტიურად წაახალისეს იქ გადაღება. ეს იგივე ტიპის შეთანხმებაა, რასაც ნახავთ ისეთ ფილმებში, როგორიცაა რეკრუტი და ოსკაროსამი არგო, სადაც ყველა მათგანში CIA-ის აგენტები თავარ გმირულ როლებში არიან CIA-ის ნებართვით. და მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტის თამაშები არ გამხდარა ის კულტურულად გამსაზღვრელი ჰიტი, რასაც CIA იმედოვნებდა, ეს იყო პირველი ნაბიჯი შთამბეჭდავი კულტურული გავლენის გრძელვადიან თამაშში. Jack Ryan's შეიძლება არ ქონდეს ისეთი გლობალური სახელის ცნობადობა, როგორც James Bond-ს, მაგრამ Ryan-ის სამყარომ მოიცვა 14 Tom Clancy-ის რომანი, ასევე სპინ-ოფები, რომლებიც Jack-ის შვილს მიხვება. ამ სამყაროში არსებობს 7 სხვადასხვა ფილმი, სადაც Jack Ryan-ი სხვადასხვა მსახიობებმა განასახიერეს. ასევე ძალიან წარმატებული მრავალსეზონიანი Jack Ryan-ის სერიალი Prime Video-ზე, რომელიც 2018 წელს დაიწყო. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ეს ყველაფერი CIA-ის აგენტებს სუპერგმირებად წარმოაჩენს. და ჩვენ ჯერაც კი მივსულვართ იმ ნამდვილ სუპერგმირებამდე, რომელთა ჩამოყალიბებაშიც აშეთეშოს მთავრობა მონაწილეობდა. 10 ნომერზეა Chase Brandon-ის ეპოქა, რეკრუტი. Chase Brandon-ის მუშაობა CIA-ის ჩრდილოვან პროდიუსერად Meet the Parents-ით არ დასრულებულა. სულაც არა. მისი ნამდვილი ძალა, როგორც CIA-ის წარმომადგენლის ჰოლივუდში 1996 წელს დაიწყო, როცა მან ხელი შეუწყო 12-ზე მეტი ფილმისა და სატელევიზიო შოუს შექმნას, თანაც ისე, რომ დარწმუნებულიყო, ყველგან CIA-ის მაქსიმალურად დადებითად წარმოაჩენდნენ. საშუალო სცენარისტისთვის, რომელიც ხელიდან პირში ცხოვრობდა, ის შეიძლება ოცნების კონტაქტადაც კი მოჩანდა. ის ამტკიცებდა, რომ ჰქონდა დიდი გამოცდილება უცხოურ დავალებებში, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმს, ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლას, გლობალურ ნარკოტიკებით ვაჭრობასა და იარაღის კონტრაბანდას ეხებოდა. აი, სწორედ ასეთი ამბებით იქნება მძაფსიუჟეტიანი ფილმები. თუ მზად ხარ, წესებს არ გადაუხვია. განსაკუთრებით, როცა ბრენდონის კარიერის ქრონოლოგიას გადახედავ, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მისი ეგრეთ წოდებული ფარული ოპერაციები შეიძლება დაემთხვა CIA-ის ყველაზე საკამათო ოპერაციებს სამხრეთ ამერიკაში 1970-იან წლებში. იმავე ოპერაციებს, რომელთა წაშლასაც ის შემდგ წლების განმავლობაში ჩუმად ცდილობდა ჰოლივუდის ნარატივებიდან. ბრენდონი თავად ამტკიცებს, რომ იყო ტექნიკური კონსულტანტი ჰოლივუდის არაერთ პროექტზე, მათ შორის ფილმებზე რეკრუტი, სახელმწიფოს მტერი, შეუსრულებელი მისია 3, ბორნის იდენტობა. და რა თქმა უნდა, შეხვედრა მშობლებთან, ასევე მისი გაგრძელება, რომლის დასახელებასაც YouTube-ზე ვერ ვიტყვით. მაგრამ არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ Chase Brandon-ი ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური კონსულტანტი ფილმზე რეკრუტი, განსაკუთრებით. მის წიგნში წერუ ჰოლივუდში, როგორ აყალიბებს სააგენტო კინოსა და ტელევიზიას, ტრიშა ჯენკინსმა აღმოაჩინა, რომ Brandon-ი ფაქტობრივად იყო სცენარის პირველი სრული ვერსიის მთავარი შემოქმედებითი ძალა. მთავარ სცენარისტად მიჩნეული Roger Downey უფრო მარიონეტი იყო, რომელმაც მხოლოდ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა. ერთ-ერთი გაჟონილი მიმოწერის დროს სცენარის წერის პროცესში ბრენდონმა როჯერ თაუნს უთხრა: კარგი რაჯ, შენი დროა, მედფორდის სიტამოსლაზე იმუშაო. შანსსაც კი გაძლევ, რომ თავად აღწერო იგი. სხვათა შორის აშკარად რაღაც მუდმივი შეთანხმება აქვს. როჯერ თაუნის სხვა სცენარისტულ ნამუშევრებს შორის იყო 1999 წლის სატელევიზიო თრილერი ჯაშუშების გარემოცვაში, რომელიც ასევე დიდი მოცულობით CIA-ის მონაწილეობით შეიქმნა. შეგიძლიათ იდავოთ, რომ Chase Brandon-ს უბრალოდ წერისა და კინემატოგრაფიისადმი ვნება ჰქონდა და რომ მისი ოფიციალური მონაწილეობა CIA-ის სახელით ამ ფილმებში უმეტესად შემთხვევითი იყო. და ეს სკეპტიციზმი შეიძლება საფუძვლიანი ყოფილიყო, რომ არა ის ფაქტი, რომ CIA-მ Chase Brandon-ის ჩართულობის მასშტაბის დამალას სცადა. WebGuard-მა SpyCulture.com ჩაატარა ფართომასშტაბიანი გამოძიებები Brandon-ის გავლენაზე კინოინდუსტრიაში. მან ზოგარ მოძებნა ძველი ნომრები ჟურნალ What's News at CIA-დან, რომელიც სააგენტოს შიდა გამოცემაა, სადაც Chase Brandon-ის სახელი წაშლილია. მაგრამ მაინც შეგიძლია მიხვდე, რომ წაშლილი ხაზის ქვეშ სწორედ მისი სახელი წერია. თუ გავითვალისწინებთ Chase Brandon-ის კარიერის დიდ გავლენას ჰოლივუდზე და შესაბამისად საზოგადოებრივ აღქმაზე CIA-ის მიმართ, მისი როლი შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოს განსაკუთრებულად სტრატეგიულ ინვესტიციად. მაგრამ ფილმებზე ანაზღაურებადი გავლენის ეს მთელი სიტუაცია ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე უბრალოდ CIA. ეს არის თვალწინ დამალული შეთქმულება, რომელიც აშშ-ს მთავრობის რამდენიმე შტოზე ვრცელდება. CIA-ის ძალა და გავლენა სინამდვილეში მხოლოდ წვეთი ზღვისაა, როცა მას თავდაცვის დეპარტამენტის უშუალო ძალასთან ადარებ. ნომერი 9. შავი სია, 13 დღე. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიაში იყო 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისი. დიპლომატიისა და ბირთვული განადგურების შორის დანის პირზე სიარული ცნობილად არის ასახული 2000 წლის კევინ კოსტნერის თრილერში 13 დღე. და ეს ფილმი იყო ისეთი, რომელიც თითქმის ვერ ნახეთ. პენტაგონმა სცადა მისი დასჯა იმის გამო, რომ ფილმი მათ ნარატივს არ უჭერდა მხარს. ჩვენ ნახეთ, როგორ შეუძლია ძლიერ ამერიკულ სამთავრობო დეპარტამენტს თავისი პროპაგანდის ფილმში შეპარვა.
აი რა ხდება, როცა მათ თამაშს არ ეთანხმები. ფილმის, როგორიცაა 13 დღე, გადაღება კინოწარმოების თვალსაზრისით ორ დიდ გამოწვევას აჩენს. პირველი გამოწვევა არის სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, რომელიც საჭიროა, რათა ზუსტად აჩვენო აპოკალიფსური ცივი ომის დაძაბულობა. მეორე გამოწვევა ისაა, რომ სამხედრო ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებიდან გამომდინარე, 1962 წელს მიმდინარე ფილმი ნამდვილად ეპოქის ფილმია. ისტორიის მოყვარულებისთვის ფილმმა უნდა შეინარჩუნოს ავთენტურობა. ამიტომ ესეთი ფილმი ტექნიკურად ზუსტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს ეპოქისთვის დამახასიათებელ ტრანსპორტს, იარაღს და უნიფორმებს, ყველაზე მცირე დეტალებშიც კი. ესეთი ავთენტურობის მისაღწევად, სტუდიები ხშირად მიმართავენ თავდაცვის დეპარტამენტს, იყენებენ როგორც მოქმედი ექსპერტების ცოდნას, ასევე მუზეუმებში დაცულ სამხედრო ტექნიკის კოლექციებს. სანამ კომუნიკაცია შეცვლებოდა, პენტაგონმა ფილმს იმ დროის რამდენიმე გემი, ავიამზიდი და თვითმფრინავი მიაწოდა. მათ შორის იყო US Enterprise და US Joseph P. Kennedy უმცროსი. თავდაცვის დეპარტამენტის სხვა წვლილში შედის შენახული F-8 კრუზადერი და Lockheed U-2 სადაზორო თვითმფრინავი. პრობლემა ის იყო, რომ თავდაცვის დეპარტამენტს არ მოეწონა, როგორ წარმოაჩინა ფილმმა გარკვეული არასასიამოვნო სიმართლეები. მაგალითად, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მხრიდან ბირთვულ პირველ დარტყმაზე დაჟინება, რაც შეიძლებოდა დასრულებულიყო დედამიწაზე სიცოცხლისა და ცივილიზაციის აღსასრულით, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. საბედნიეროდ გონივრულმა ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ აშშ-ს სამხედრო ძალებს არ სურდათ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი ამ გონივრულ ადამიანებს შორის არ იყვნენ. თავდაცვის დეპარტამენტი ცდილობდა ეს სცენა ფილმიდან ამოეღოთ, მაგრამ შემქმნელებმა მორალური სიმტკიცე გამოავლინეს და არ დათმეს პოზიცია. ეს პრინციპული ქმედება თავდაცვის დეპარტამენტმა სწრაფად დასაჯა. მათ ფილმიდან მთელი მხარდაჭერა და ყველა ფიზიკური რესურსი გამოიტანეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად გადაღებების შიგნიდან ჩაშლის მცდელობა იყო, 13 დღის გუნდმა საოცარი გამჭრიახობა გამოავლინა. მათ ფილიპინები გამოიტენეს კუბის ნაცვლად, მათ შორის კლარკის ავიაბაზის მიმდებარე ტერიტორიები. ეს ოდესღაც აშშ-ს ეკუთვნოდა, ეხლა კი ფილიპინების საჰაერო ძალები მართავს. ბაზაზე ასევე იყო სხვადასხვა ძველი გამოუსადეგარი თვითმფრინავები, რაც ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა ფილმის ეპოქის ატმოსფეროს შესაქმნელად. მათ გააძველეს და განაახლეს აღჭურვილობა და გადაადგილებულ სატვირთოებზე დაამაგრეს, რათა ფუნქციონალურად გამოიყურებოდნენ. და ეს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სალაროებში წარმატებული არ იყო, კრიტიკოსებმა კარგად შეაფასეს. სხვათა შორის, ფილმის ჩვენების შესაძლებლობა გერმანიაში, აშშ-ს სამხედრო ბაზაზე უარყვეს. იგივე მიზეზით თავდაცვის დეპარტამენტმა დახმარება შეწყვიტა. საინტერესოა, რომ კევინ კოსტნერმა მაინც შეძლო ფილმის პირადი ჩვენება ფიდელ კასტროსთვის კუბაში. მიუხედავად იმისა, რომ 13 დღე უარყოფის სახელმძღვანელოს იდეალური მაგალითია, ის სინამდვილეში მხოლოდ ერთია იმ ათეულობით საკულტო ფილმიდან, რომელთა მხარდაჭერაზეც თავდაცვის დეპარტამენტმა უარი თქვა. ეს მხოლოდ რამდენიმე ყველაზე გიჟური მაგალითია. არმიამ თავდაპირველად უარი თქვა ფილმ Forrest Gump-ზე, რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის იმ მინიშნების გამო, რომ ფსიქიკური შეზღუდვის მქონე ადამიანს ვიეტნამში საბრძოლველად გაგზავნიდნენ. ეს სრულიად საპირისპიროა რეალურ ცხოვრებასთან შედარებით, სადაც სამხედროებმა განახორციელეს პროექტი 100,000, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი სამხედროებისთვის. ასეთი სირცხვილეებით სავსე ომში. მათ ფსიქიკური შეზღუდვის მქონე ადამიანები აიყვანეს და ისეთ ნაწილებში განათავსეს, სადაც მათ ფაქტობრივად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ. ვიეტნამის თემას რომ გავკვეთთ, მათ ასევე უარი თქვეს ოლივერ სტოუნის 20-ეულის გადაღებაზე, რადგან ფილმში ნაჩვენები იყო აშშ-ს სამხედრო დანაშაულები და ფრეგინგის შემთხვევები, ანუ ამერიკელი ჯარისკაცების მიერ მეგობრული ცეცხლის გახსნა, რაც დადასტურებულად მოხდა. ოფიცერი და ჯენტლმენი, აშშ-ს საზღვაო ძალებმა დაბლოკეს, რადგან ფილმი მათ ცუდად წარმოაჩენდა. ფილმის გადაღებამ იმდენი შეშფოთება გამოიწვია, რომ როდესაც ფილმს დახმარება გაუწია კანადის საზღვაო ძალებმა, აშშ-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაციით მათაც დაურეკეს და მოუწოდეს დახმარებაზე უარი ეთქვათ. სამხედროებმა დატოვეს Die Hard 2, რადგან მისი ნეგატიური პერსონაჟის ნორიეგას მსგავსი ბოროტ მოქმედის წარსული ძალიან ახსენებდათ ირან-კონტრა სკანდალს. დამოუკიდებლობის დღემ და მარსის თავდასხმამ ორივემ დაკარგეს მხარდაჭერა იმის გამო, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები საკმარისად ძლიერად არ გამოიყურებოდნენ ტექნოლოგიურად განვითარებულ უცხოპლანეტელ დამხრობლებს წინააღმდეგ. ისინი ასევე უარს ამბობდნენ ხარი დაეჭირათ კომანდოსთვის, არნოლდ შვარცენეგერის ძაფსიუჟეტიანი ფილმისთვის, რომელიც ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გადამეტებულ ნიმუშად ითვლება. შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ შვარცენეგერის პერსონაჟის ჯონ მეტრიქსის ყოფილი აშშ-ს სპეციალური დანაყოფის ოპერატორის წარსული ისტორიაში ძალიან ბევრი ადგილი რჩებოდა ინტერპრეტაციისთვის იმის შესახებ, თუ რაში შეიძლებოდა ყოფილიყო მისი რაზმი ჩართული ფილმის მოვლენებამდე. შედეგად, ოფიციალურ მიზეზად უარისთვის დასახელდა ის, რომ ფილმი, ციტატა, მიანიშნებდა თითქოს აშშ-ს არმიას ჰყავს ან ჰყავდა სპეციალური რაზმი, რომელიც მხოლოდ მკვლელობისა და ძარცვისთვის იყო გაწვრთნილი. ამ ყველაფერმა შეიძლება დაგაფიქროთ. რა არის სამხედროების რეალური ამონაგები ამ ყველაფერში მონაწილეობით? ხოლო ცენტრალური სადაზვერო სააგენტო და თავდაცვის დეპარტამენტი ამდენ ძალისხმევას დებენ ფილმებზე გავლენის მოსახდენად, ან მათი გარიყვისთვის, როცა ისინი არ თანამშრომლობენ. რა სარგებელს იღებენ ისინი, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? პასუხი ისაა, რომ სარგებელი უზარმაზარია. დიდი ასოთი M. ზუსტად ისე, როგორც MCU-ს შემთხვევაში. მერვე პუნქტი. კაპიტან მარველის ეფექტი.
2019 წელს მას შემდეგ რაც შურის მაძიებლები უსასრულობის ომին დიდი ხმაური გამოიწვია, მთელი ყურადღება მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროზე იყო მიმართული. მაგრამ სანამ დასასრული თამაშის სალარო რეკორდებს მოხსნიდა, ერთი ბოლო ნაწილი უნდა დაემატებინათ. ბუნდის ბოლო მთავარი წევრი, კაპიტან მარველი. და მას შემდეგ რაც ფილმმა ბიუჯეტზე თითქმის $1 მილიარდით მეტი გამოიმუშავა, მან დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ დიდი წარმატება აღმოჩნდა, არამედ მისი ფარული დაინტერესებული მხარისთვისაც, აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის. სათაურის გმირი, კაპიტანი მარველი, არის კეროლ დენვესი, ქალი პილოტი აშშ-ის საჰაერო ძალებიდან, რომელმაც ღმერთის მსგავსი ძალები მიიღო უცხო პლანეტელთან შემთხვევითი კონტაქტის შემდეგ. ამიტომაც ბუნებრივია, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ფილმში მნიშვნელოვანი დრო და რესურსები ჩადეს. მსახიობებმა პრემიის ტრენინგი გაიარეს თანდერბერცის გვიან გარდაცვლილი მაიორი სტივენ კაჟონ დელ ბანოს ხელმძღვანელობით. დამატებითი მხარდაჭერა რამდენიმე მსხვილი დანაყოფისგან მოვიდა. მათ შორის კალიფორნიაში ედვარდსის საჰაერო ბაზაზე მდებარე 412 სატესტო ფრთისა და ფრეზნოში მდებარე 154 გამანადგურებელ ფრთისგან, რომელიც ეროვნული გვარდიის ბაზაზეა. ფილმის გადაღებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა ბაზები და ესკადრილიები, მაგრამ ეს შეთანხმება ორმხრივი იყო. ბრი ლარსენი, რომელმაც კაპიტანი მარველის როლი შეასრულა, ნელისის საჰაერო ბაზაზე სარეკლამო ტურში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გამართულ ერთობლივ სარეკლამო აქტივობებში. აშშ-ის საჰაერო ძალების სარეკლამო რეკლამები ასევე გადიოდა კინოთეატრებში ფილმის დაწყებამდე, მისი $1 კინოგაგაქირავების პერიოდში. ეხლა გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომ ვიცოდეთ, ეს ყველაფერი საოცრად კარგად იმუშავა საჰაერო ძალებისთვის. ქალ კანდიდატთა რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. დისნეიმ ამ შემთხვევაში დიდი გამარჯვება მოუტანა თავდაცვის დეპარტამენტს. მაგრამ რა სიტყოდით თუ გითხრათ, რომ კომპანიის კავშირი ოფიციალურ აშშ-ის სამთავრობო ძალებთან 10 წლეულებს ითვლის. სინამდვილეში Disney კორპორაციის პირველი ცნობილი წევრი, რომელიც აშშ-ის მთავრობასთან შეკრული იყო, თავად Walt Disney იყო. ნომერი 7. სპეციალური აგენტი. Walt Disney. Walt Disney თავდაცვის დეპარტამენტის pan CIA-ის მარიონეტი არ ყოფილა. ამის ნაცვლად ის იყო პირველი ჰოლივუდელი, რომელიც FBI-სთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მან კი თანამოანიმატორები და ბიზნეს კონკურენტები დაასმინა, როცა FBI ჰოლივუდის სისტემაში კომუნისტების ძებნისას წითელი შიშის კამპანიას ატარებდა. Disney-ს ოფიციალური FBI-ს დოსიე, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების აქტის მოთხოვნით იქნა მოპოვებული, ნაწილობრივ ასე იკითხება. ბატონ დისნეის პოზიციის გამო, როგორც ანიმაციური ფილმების წამყვანი პროდიუსერის კინოწარმოებაში და მისი გავლენისა და ფართო ნაცნობობის გამო ფილმების წარმოების საკითხებში, მიჩნეულია, რომ ის ამ ოფისისთვის მნიშვნელოვან დახმარებას შეძლებს. ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, რომ მას მიეცეს ნებართვა, იყოს SAC-ის კონტაქტი. ის პირველად 1940 წელს აიყვანეს, ხოლო მოგვიანებით 1954 წელს მას მიენიჭა ცერემონიული ტიტული, სპეციალური აგენტი, პასუხისმგებელი კონტაქტი. ჰოლივუდის შიდა ინფორმაციის, ფილმებში პოზიტიური გაშუქებისა და დისნეილენდში როცა მოესურვებოდათ უფასოდ შესვლის სანაცვლოდ, რაც ნამდვილად ერთ-ერთი უპირატესობა იყო, დისნეის მიეცა წვდომა და უფლება გადაეღო FBI-ს შტაბ ბინაში. ეს კავშირი ნამდვილად არ იყო გასაკვირი, რადგან დისნეიმ ჯერ კიდევ 1936 წელს ბიუროს თაყვანისცემლის წერილი გაუგზავნა. ჩანდა, რომ ეს ორმხრივი აღფრთოვანება იყო. არსებობს უკიდურესად შემზარავი ფოტო. FBI-ის დირექტორ J. Edgar Hooveris 1937 წლის ახალი წლის წვეულებაზე, სადაც მას მიკი მაუსის კლუბის მუყაოს ნიღაბი უკეთია. და თუ ეს ზედმეტობად გეჩვენებათ, ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდა 4 წლის შემდეგ, 1951 წლის ანიმატორების გაფიცვის დროს. მას შემდეგ, რაც Disney-მ გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც გაერთიანების მცდელობებში მონაწილეობდნენ, FBI-ის დირექტორმა J. Edgar Hooverმა, როგორც ამბობენ, ხარდაჭერა გამოუცხადა, რაც კრიტიკოსების თქმით დაეხმარა მოძრაობის დაშინებასა და ზეწოლაში. მიზანი იყო მოძრაობის განადგურება, რათა Disney-ის თანამშრომლები სამუშაოზე დაებრუნებინა. რა თქმა უნდა, სამთავრობო სააგენტოები ძალიან ყურადღებით ეკიდებიან იმას, თუ როგორ არიან წარმოდგენილნი მედიაში. და Disney-საც კი მოუვიდა შეცდომა. FBI-ს არ მოეწონა მათი უფრო იუმორისტული გამოსახვა. ფილმებში თვარის პილოტი და ისწყეული კატა Disney-ის ორ ფილმში. და ამის შემდეგ Disney-ს უფრო მკაცრად აკონტროლებდნენ. მაინც ის ბედნიერად იცავდა წესებს თავისი გარდაცვალების დღემდე, 1966 წლამდე. თუ ეს იყო მთავრობის გავლენის დონე ანიმაციის ოქროს ხანაში, ეს უფრო ფართო კითხვას აჩენს. რამდენად არსებობს შემოქმედებითი კონტროლი დღევანდელ 9/11-ის შემდგომი მკაცრი რეალიზმის ეპოქაში? დაარსად ეს დებატი არ არის უფრო მძაფრი ვიდრე ფილმებში, რომლებიც ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს ეხება, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეალურ მოვლენას, რომელიც ოდესმე დრამატიზებულა თანამედროვე კინოში. მეექვსე ნომერი, Zero Dark Thirty's ქთამი. 2012 წლის პოლიტიკური თრილერი Zero Dark Thirty საკამათო ფილმი არ ბილად რომ თქვათ. ბინ ლადენის ძებნაზე გადაღებული სალაროებში დიდი ჰიტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ფილმში გამოყენებული იყო 9/11-ის თავდასხმებში დაღუპული ადამიანების რეალური აუდიო ჩანაწერები. ამბავი თითქოს მხარს უჭერდა წამებას, როგორც მეთოდს დაკავებულებისგან ინფორმაციის მისაღებად. მაგრამ ყველაზე მეტად იყო ფარული, ბნელი და შესაძლოა უკანონო გარიგებები CIA-ის წევრებთან შიდა ინფორმაციის მისაღებად.
მწერალი მარკ ბოლი და რეჟისორი კეთრინ ბიგელოუ პირდაპირ ასმევდნენ და სადილზე ეპატიჟებოდნენ იმ აგენტებს, ვისი ინფორმაციაც სჭირდებოდათ. ისინი მდიდრული ვახშმებითა და ჯვირადღირებული სასმელებით შიდა დეტალებს გამოატყუებდნენ, რათა აგენტებს თავი კომფორტულად ეგზნოთ და ყველა საინტერესო დეტალი გაეზიარებინათ. იფიქრებდით, რომ ამის შედეგი იქნებოდა ისეთი სკანდალური გამოძიება, რომლის ნახვაც CIA-ს არ მოუნდებოდა ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა, ასე საერთოდ არ მოხდა. ინფორმაციის თავისუფლების აქტის სარჩელმა გამოავლინა, რომ CIA-მ და იუსტიციის დეპარტამენტმა განიხილეს, ხომ არ გადაკვეთეს ფილმის შემქმნელებმა იურიდიული ან ეთიკური ზღვარი ფედერალურ ოფიციალურ პირებთან კონტაქტისას. შიდა გამოძიება, როგორც იუწყებიან, დაიწყო კიდეც. საბოლოოდ Zero Dark Thirty-ის გუნდს ბრალი არ წაუყენეს, რადგან ფილმმა ზუსტად ის გააკეთა, რაც მათ სურდათ. გახსოვდეთ, ფილმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა ისიც იყო, რომ მან ბინ ლადენის ძებნისას წამების მეთოდები ლეგიტიმურად წარმოაჩინა. აბა, როგორ ფიქრობთ, ვინ იყენებდა ამ მეთოდებს? სწორია, CIA. მას შემდეგ, რაც ამ გაძლიერებული დაკითხვის მეთოდების შემზარავი დეტალები საზოგადოებაში გაჟონა, მათ ძალიან სურდათ რეპუტაცია შეენარჩუნებინათ. და თუ ამას გინდათ მიაღწიოთ, ბევრად უკეთესია ეს ჰოლივუდური ბლოკბასტერით გააკეთოთ, ვიდრე პრეს-კონფერენციით, რომელსაც საშუალო ამერიკელი ალბათ არასდროს უყურებს. CIA მაინც გააკეთა განცხადება ამის შემდეგ. ფორმალურად გააკრიტიკა მთელი ეს საქმე და თქვა: Zero Dark Thirty-ის შემდეგ CIA-მ სრულად შეცვალა თავისი პროცედურები გასართობ ინდუსტრიასთან ურთიერთობისთვის. სააგენტომ შექმნა ცენტრალიზებული ჩანაწერების სისტემა გასართობ ინდუსტრიიდან მიღებული მოთხოვნებისთვის და 2012 წელს გამოსცა ახალი ყოვლის მომცველი მართვის ინსტრუქცია გასართობ ინდუსტრიასთან კონტაქტებსა და მხარდაჭერაზე. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ CIA-სა და გასართობ ინდუსტრიას შორის რეალურად შენდება მნიშვნელოვანი ბარიერი, მაშინ ყურადღებით არ ადევნებთ თვალს მოვლენებს. მაგრამ რა ხდება, როცა ერთ-ერთი ასეთი სააგენტო გადაწყვეტს, რომ საუკეთესო გამოსავალია ყველაფრის სრულად შეწყვეტა? აღმოჩნდა, რომ მათ ესეც შეუძლიათ. ნომერი 5. მოჩვენებითი პროექტები, საწინააღმდეგო ზომები. გახსოვთ 90-იანი წლების შუა პერიოდის სამხედრო თრილერი საწინააღმდეგო ზომები, სადაც ჯინა დევისი თამაშობდა. არა? არა, იმიტომ რომ თავდაცვის დეპარტამენტის წყალობით ის ფილმი საერთოდ არ გადაღებულა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ თავდაცვის დეპარტამენტის დახმარების მიღების პროცესი ფილმის გადაღებაში სავსეა ბიუროკრატიული ბარიერებით. ისინი მოითხოვენ გადაღების სცენარის სრულ ასლს, თუ პროექტში ჩართული არ იყვნენ მანამდე, სანამ სცენარი დაიწერებოდა. კინემატოგრაფისტებს ყოველთვის შეუძლიათ ელოდონ მათგან უკიდურესად დეტალურ მემორანდუმს, ყველა მოთხოვნილი ცვლილებით ან სრული უარის თქმის მიზეზებით. და როცა საქმე საწინააღმდეგო ზომებს შეეხებოდა, რომელიც უნდა განვითარებულიყო აშერეშჩოს საზღვაო ძალების ზოგად გარემოში, მათ წარმოუდგენლად ბევრი შენიშვნა ჰქონდათ. მათ ძულდათ ის ფაქტი, რომ ბირთვული ავარია საზღვაო ძალების პასუხისმგებლობის დროს სიუჟეტის ნაწილი იყო, რადგან შიშობდნენ, რომ ეს მათ არაკომპეტენტურად წარმოაჩენდა. მათ ასევე არ მოსწონდათ სექსისტური, ქალებზე მონადირე საზღვაო ძალების რეკრუტების პერსონაჟები და ეს იმიტომ, რომ საზღვაო ძალები ჩაფლული იყო შევიწროების სკანდალში მას შემდეგ, რაც მთვრალი საზღვაო პილოტების ჯგუფმა ლას-ვეგასის სასტუმროში 83 ქალისა და 7 მამაკაცის მიმართ საშინელი ქმედებები ჩაიდინა. ეს იყო ისეთი ცნობილი ინციდენტი, რომ მას თეილ-ჰუკის სკანდალი ეწოდა. მაგრამ საწინააღმდეგო ზომებისთვის საბოლოო დარტყმა იყო შეთქმულების სიუჟეტი, რომელსაც მთავარი გმირი ამხელდა. ეს შემზარავად მოგაგონებდათ ირან-კონტრას საქმეს. საზღვაო ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა: არანაირი მიზეზი არ გვაქვს თეთრი სახლი დავაკმინოთ ან საზოგადოებას ირან-კონტრას საქმე შევახსენოთ. მათ უარი უთხრეს ფილმის გადამღებ ჯგუფს თავიანთი ავიამზიდის გამოყენებაზე და რადგან ფილმის მთავარი გამორჩეული მახასიათებელი სწორედ ავიამზიდზე განვითარებული მოვლენები იყო, ავიამზიდის გარეშე ფილმიც აღარ იქნებოდა. მსგავსი ნაბიჯები გადაიდგა 1993 წლის ფილმის ცეცხლის ველების დახურვისას, რომლის სცენარიც ვიეტნამის ომის რეალურმა ვეტერანმა დაწერა და საკუთარ გამოცდილებაზე დააფუძნა. ბუნებრივია, რადგან აშეთეშოს არმია ვიეტნამში არაერთ საშინელ სამხედრო დანაშაულში იყო ჩართული. ფილმში ამერიკელი ჯარისკაცები ასახულნი იყვნენ რეალურ საზარელ ქმედებებში. როდესაც გადამღებმა ჯგუფმა აშესეშოს სამხედროებს დახმარება სთხოვა, მათ უარი უთხრეს. მიზეზად დაასახელეს ციტატა, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედებები რეალურად მოხდა და ეს დოკუმენტურად დადასტურებულია. მაგრამ ფილმისთვის ოფიციალური მხარდაჭერის გაწევით, საზღვაო ქვეითები და თავდაცვის დეპარტამენტი ამ ქმედებებს ჩუმად აღიარებდნენ როგორც ბრძოლის ყოველდღიურ, თუმცა სამწუხარო ნაწილს. ამიტომ ფილმი არასდროს გადაიღეს. ფილმის ჩახშობა, რომელიც თქვენთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან ზიანის კონტროლის იაფი და მარტივი მეთოდია. მაგრამ რომელი ფილმი დაამტკიცა, რომ ბლოკბასტერის დაფინანსებამ ყველაფერი შეიძლება შეცვალოს. ნომერი 4. პირველ კმილით სოდვა. Top Gun. Top Gun 1986 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო, რაც საკმაოდ ძლიერი კინემატოგრაფიული წელი გახდათ. საზღვაო ძალებს ვერ წარმოედგინათ უკეთესი, მაღალი ბიუჯეტის რეკლამა მათი ერთ-ერთი პილოტი გახდომისთვის, თუნდაც ეცადათ. ფილმმა ყველაფერი გაბიდა: უნარები, არტაცება, ტექნოლოგია, მფრინავებს შორის ჩამოყალიბებული კავშირები და მეგობრობა. და ეს არ ყოფილა სიურპრიზი.
საზღვაო ძალებს ძალიან მჭიდროდ იყვნენ ჩართული. მათ მიაწოდეს როგორც აღჭურვილობა, ასევე ექსპერტიზა, რამაც პირველი ფილმი ისეთი ჩანთრევი გახადა, თითქოს დამალულ სამყაროში გადადიყვანა. საჰაერო ძალებსაც კი ჰქონდათ რეკრუტირების მაგიდები ფილმის ზოგიერთი ჩვენების გარეთ, რათა მიეზიდათ ყველა, ვინც კინოთეატრიდან გამოსვლისას განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო. ჩვენ ასევე შეგვიძლია მადლობა გადაუხადოთ Top Gun-ს იმისთვისაც, რომ პენტაგონის სხვა ფილმებშიც ჩაერთო. Glenn Roberts-ი, რომელიც ორესკაც პენტაგონის გასართობ ინდუსტრიასთან საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი იყო, პირველად სწორედ მაშინ შთაგონდა სამხედრო კარიერის დაწყება, როცა 16 წლის ასაკში Top Gun-ი ნახა. ASS-ში სამხედრო ძალებისთვის ეს ნამდვილად საჩუქარია, რომელიც მუდმივად აძლევს სარგებელს. მაგრამ რამდენი სარგებელი მოუტანა მან? მოთმა თითქოს რეკრუტირების მაჩვენებელი 500%-ით გაიზარდა. გადაჭარბებულია. მაგრამ ფილმმა მართლაც მოახდინა ზეგავლენა საზღვაო ძალებზე და როგორც ჩანს, პილოტობის მსურველთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. რომ აღარაფერი ვთქვათ, თუ რამდენად დიდი გულშემატკივრობა მოხდა Tom Cruise-ის პერსონაჟ Mavericks, რამაც მთლიანობაში პოზიტიური ცვლილება გამოიწვია ჩვეულებრივი ხალხის დამოკიდებულებაში საზღვაო ძალების მფრინავების მიმართ იმ პერიოდში. ცხადია, სამხედროები ძალიან კმაყოფილები იყვნენ პირველი ფილმის შედეგებით, რადგან იმედოვნებდნენ, რომ იგივე წარმატება მეორედაც განმეორდებოდა ფილმში Top Gun Maverick-ი. და ისინი ამას ღიად ამბობენ. General Major Edward Thomas-ი, საჰაერო ძალებების რეკრუტირების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს. როდესაც ორიგინალი Top Gun გამოვიდა, საზღვაო ძალებმა და საჰაერო ძალებმა საკმაოდ კარგი რეკრუტირების ზრდა მიიღეს. ვიმედოვნეთ, რომ ხალხი კიდევ ერთხელ აღფრთოვანდება იმით, რასაც ვაკეთებთ. უბრალოდ გვინდა რომ შემოგვიერთდნენ. გვინდა რომ სამხედრო სამსახურზე აღფრთოვანებულები იყვნენ. ფილმში, რომელიც პირდაპირ ეხება AC-ს დონის საზღვაო პილოტად მომზადებას, გავლენა აშკარაა. მაგრამ რეალურად დიდი ფულია სასწორზე ფრენჩაიზში, სადაც მათი ნამდვილი განზრახვები, ასე ვთქვათ, შენიღბულია. მესამე ნომერი, $100 მილიონი ქთამი. ტრანსფორმერები, Michael Bay-ს ტრანსფორმერების ადაპტაციები შეიძლება სადავო იყოს ფრენჩაიზის ზოგიერთი ორიგინალი ფანისთვის, მაგრამ ისინი უდავოდ სალარო ჰიტებია და უზარმაზარი კულტურული გავლენა აქვს. ეს მათ ძალიან მომგებიან პლატფორმად აქცევს სამხედროებისთვის, რათა ამერიკელ ხალხს საკუთარი პოზიცია წარუდგინონ. პირველ ფილმში პროდაქშენსა და სამხედროებს შორის ურთიერთობა მტიფე იყო. Michael Bay კი ცდილობდა სამხედროების როლის გაზრდას ფილმში, რათა ის ნაკლებად ბავშვური ყოფილიყო. თუმცა მეორე ფილმამდე თანამშრომლობა უკვე კარგად იყო გამყარებული. პენტაგონის წევრდავრები და მაღალი დონის პროდაქშენის თანამშრომლები შეხვდნენ ერთმანეთს მანამ სანამ სცენარი დაიწერებოდა და პენტაგონი სულ უფრო დიდ როლს ითხოვდა. მოგვიანებით მათ სცენარის გადამუშავება მოითხოვეს პირველი ვერსიის შემდეგ, რაზეც Bay დიდი სიამოვნებით დათანხმდა. ჩვენ საუბრობთ $100 მილიონზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკის გაქირავებაზე ფილმისთვის, რომლის ბიუჯეტით სავარაუდოდ $200 მილიონზე ნაკლები იყო. სამხედროები სიამოვნებით იღებენ ზარალს ასეთი ფილმების წარმოებაში სცენარის კონტროლის თავისუფლების სანაცვლოდ. ეს არის წარმოუდგენი ფარული ქთამი, რომელიც სრულიად და აბსოლუტურად კანონიერია. მიუხედავად იმისა, რომ Maverick და Jack Ryan-ი აშკარად კარგი მეგობრები იყვნენ, თავდაცვის დეპარტამენტისა და ცენტრალური სადაზვერო სააგენტოსთვის, ისინი თითქოს არაფერია იმ უთქმელ მოწონებასთან შედარებით, რომელსაც Bumblebee და Optimus Prime აძლევენ. მაგრამ ჩვენს ეპოქაში, რომელსაც სტრიმინგი მართავს და კინოთეატრებში დაინტერესება იკლებს, ნამდვილი ჯილდო მხოლოდ ფილმების კონტროლი კი არ არის, არამედ ის, რომ აკონტროლო რას უყურებ პატარა ეკრანზე. მეორე, CIA-ს პროპაგანდა ტელევიზიით გადაიცემა. HBO-ს ადრეული დროიდანვე ხშირად ამბობდნენ, რომ ტელევიზია ახალი კინოა. პრესტიჟული სერიალები, როგორიცაა Breaking Bad და Game of Thrones-ი, ამტკიცებს, რომ ტელევიზიას შეუძლია კულტურაზე ბატონობა. და სადაც კულტურაზე ბატონობის ძალაა, იქ არის CIA, რომელიც ცდილობს თავისი წილი აიღოს. და პოპულარული ტელევიზიური შოუების რაოდენობა, რომლებშიც CIA მონაწილეობს, ნამდვილად განსაცვიფრებელია. 2 სეზონის CIA-ს დრამა Agency უცნაურად წინასწარმეტყველებდა CIA-ს მომავალ ომს Bin Laden-თან 9/11-ის ტერორისტულ თავდასხმებამდე. ეს იყო კიდევ ერთი Chase Brandon-ის პროექტი, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ სააგენტოს მუშაობა საინტერესო, სექსუალური და რაც მთავარია, საშუალო ამერიკელი მოქალაქის უსის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გამოჩენილიყო. Alias-ი, კიდევ ერთი CIA-ს ჯაშუშური თრილერი. მასაც აშკარად ეთყობოდა სპეცაგენტების გავლენა. ის წარმოებული იყო J.J. Abrams-ის მიერ, რომელსაც აქვს გამოცდილება CIA-სა და სამხედროების დახმარებით გადაღებულ ფილმებზე მუშაობაში, როგორიცაა Armageddon-ი, სამუდამოდ ახალდაზრდა და შეუსრულებელი მისია. The Jennifer Garner shows Warsklavi მოგვიანებით პირადად შეარჩია Chase Brandon-მა, რომ მონაწილეობა მიიღო CIA-ს რეკრუტირების რეკლამაში. Jonathan Nolan-ის სერიალს ინტერესის ობიექტი ხავდა ორი გამორჩეული სამხედრო კონსულტანტი, James D. Devery და Tony Camarino, რომელთაგანაც უკანასკნელი პროფესიონალი სამხედრო გამომკითხველი იყო. მაგრამ ესეთი ჩართულობა ფერ მგთალდება ამერიკელებთან შედარებით, რომლის სცენარისტიც ვარისტიც ყოფილ CIA-ს ოფიცერ ჯო ვაისბერგია, ხოლო სცენარები სიზუსტისთვის მოქმედი CIA-ს წევრების მიერ მოწმდებოდა. და ალბათ ყველაზე მეტად CIA-ს გავლენის ქვეშ მყოფი სერიალია სამშობლო, რომელიც CIA-ს აგენტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ASS-ის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის აღკვეთას ცდილობს. სერიალს წარმოების კონსულტაციებს უწევდნენ მოქმედი და ყოფილი CIA-ს აგენტები, როგორიცაა Chuck Reed-ი, Chuck Hogan-ი და John McGuffin-ი. სცენები გადაიღეს CIA-ს შტაბ-ბინაში Langley-ში, რაც როგორც უკვე იცით,
არ ხდება თუ ისინი სცენარის შინაარსს არ დაამტკიცებენ. მსახიობებმა ლენგლიც კი მოინახულეს და შოუს პირადი ჩვენება გამართეს. სამხედრო გასართობი კომპლექსი უზარმაზარია. ის უფრო დიდია, ვიდრე ASCII-ის მთავრობას ოდეს მეეგონა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. და ეს ყველაფერი სიმართლეა. და ოფიციალურ დოკუმენტებშია ზუსტად დაფიქსირებული. პირველი 60,000 გვერდიანი აუდიტი ჩრდილის სტუდია. ამ ვიდეოს ყურებამ ალბათ შეგიქმნათ წარმოდგენა იმ ფილმებისა და სატელევიზიო შოუების რაოდენობაზე, რომლებიც გადიან CIA-ის გასართობი ინდუსტრიის კოორდინატორის შეოტმენტორისთვის პროცესს. მაგრამ ნამდვილი რაოდენობა მაინც შოკის მომგვრელია. 2500-ზე მეტი. ეს არის ის რაოდენობა, რომელზეც CIA-ს და პენტაგონს აქვთ ვეტოს უფლება. და ეს Disney Plus-ის მთელ კატალოგზე მეტია. შემდეგ ჯერზე, როცა ფილმს ან სატელევიზიო შოუს უყურებთ, რაც უფრო რეალისტურად გამოიყურება CIA-ის ან სამხედროების გამოსახულება, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ეს ავთენტურობის შეგრძნება საგულდაგულოდ არის შექმნილი. ხოლო ის, რაც რეალიზმად გამოიყურება, ზოგჯერ შეიძლება ყველაზე ეფექტური გავლენის ფორმა იყოს თხრობაში. გინდათ კიდევ უფრო სასაეჭვო? შიდა CIA-ის ინფორმაცია. მაშინ ნახეთ რეალური ისტორია CIA-სა და კრეკ კოკაინის შესახებ. ან უყურეთ ამას მის ნაცვლად.